ეთიკა ქუჩაში და მგზავრობისას. ესე იგი, ჩემო ძვირფასო ელენე, ეხლა უნდა ვისწავლოთ, როგორ მოიქცეთ ქუჩაში და როგორ მოიქცეთ, როდესაც მგზავრობთ, როგორ იქცევა გოგო, როგორ იქცევა ბიჭი, მეგობარი მეგობართან, შეყვარებული შეყვარებულთან და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ერთგვარი ეთიკაა და მეც ძალიან მჭირდება ამის შესწავლა თქვენთან ერთად. მე პირველი მოსწავლე ვარ. აბა დავიწყოთ. ქუჩაში სიარულის დროს ზოგჯერ ხდება გამლელთა დაჯახება თუ ფეხზე ფეხის დაბიჯება, რაც თავაზიანი ბოდიშის მოხდით უნდა გამოისყიდოთ. გამოისყიდოში იგულისხმება, რომ შენ სასწრაფოდ უთხრა სხვა, რო დაეჯახე ილიას კი არ დაელოდო, რომ ილია როდის მეტყვის, რომ ვაიმე ბოდიშით, რო ესეთი რაღაცა შევეჯახეთ ერთმანეთს. შენ უნდა პირველ რიგში შენ უთხრა და ძალიან ხშირად მე დაკვირვება ვარ ხოლმე მეტროში, რომ გავეჯახებით ხოლმე, ვისაც დილობა და ეთიკა აქვს, ერთმანეთს ეუნებიან. ბოდიში არა, როგორ გეკადრებათ პირიქით ბოდიში, ანუ შენ უნდა შეეცადო დაასწრო ბოდიშის მოხდა, იმიტომ რომ ეს არის თავაზიანობის და ეთიკის ლამაზი ფორმა. აბა შემოვიყვანოთ თან ჩვენი მეგობარი. კი ბატონო. ახლა როგორ რა სიტყვებით უნდა ერთმანეთს უთხრათ? ბოდიშს ვიხდი, როცა დაეჯახე ხო, რაღაცა უციამოვნო შეტაკება მოხდა, მაპატიეთ გეთაყვა, დამნაშავე ვარ. ბოდიშების საპასუხოდ კი ამბობენ. აი თქვა შენ გითხეს დავით, ხო ბოდიშ, შენ არაფერს, არა როგორ გეკადრებათ? არა, არაფერი არ მომხდარა. მიხდით? ანუ სხვამ დაგაბიჭა ფეხი, ხო, ის ბოდიში მოგიხადა, შენ უთხრა, არა, არაფერი, დიდება უფას, არაფერია, როგორ გეკადრებათ, არაფერი, ყველაფერი კარგად არის. ესე იგი, ეს არის სასიამოვნო ეთიკის ლამაზი ფორმა, იმიტომ რომ არც ერთს უნდა დაჯახება, არც მეორეს, ხო, შემთხვევით ხდება ასეთი რამ. როცა შეამჩნევთ, რომ ბავშვიანი ქალი ავტობუსში ასვლას ცდილობს, ნუ დაელოდებით მის თხოვნას, ის მოეხმარეთ. ანუ აქ რა იგულისხმება? ეხლა ამას დიდი ეთიკა არ უნდა, რომ დავინახოთ, რომ ბავშვიანი ქალია, დახმარება სჭირდება, ხო? ესე იგი, მამაკაცი უნდა მიხვდეს, რომ და ასევე მანდილოსანიც უნდა მიხვდეს, რომ მოხმარება დასჭირდება. რატომ? იმიტომ რომ იმას შეიძლება ტვირთიც აქვს, ბავშვის უწერია ხელში და თავის დაუნებურად შეიძლება გაუჭირდეს ეს ყველაფერი თვითონ განახორციელოს. ამიტომ შეიძლება გამოართვა ტვირთი, დაუთმო ადგილი და უთხრა დაბრძანდით. მაგრამ ესეთი ფორმა ზუსტად ამაზეა. რაც შეეხება ქუჩაში ნაცნობებთან ლაპარაკს, მიღებულია ასე. პირველი დაელაპარაკება ქალი მამაკაცს. ახლა რა მაგარი სწავლება? უფროსი უმცროსს, თანამდებობის უფროსი ხელქვეითს. ანუ აქ ნახეთ როგორია, აი, ვინც აღმატებულია ორთა შორის, აღმატებული დაელაპარაკება ვისაც აღმატებულია იმაზე. აი თქვა, ქალი და მამაკაცი შეხვდა ერთმანეთს. ვინაიდან აღმატებული ქალია კაცთან შედარებით, კაცი ერთგვარ, ესე იგი, საპატიო უფლებას უტოვებს ქალს, რომ პირველი ის დაელაპარაკოს მამაკაცს. რატო? შეიძლება ქალს არ უნდა გამოლაპარაკება მამაკაცთან. ამიტომ კაცი ვალდებულია დაუთმოს ქალს. და თუ ქალი გამოელაპარაკა, მერე უკვე მოწიწებით და თავაზიანად მოიკითხოს და გამოკითხოს სახლის მდგომარეობა და ასე შემდეგ. ისეთი გააბას მასთან საუბარი. როცა ქალი, რომელიც მამაკაცს მიჰყვება, მოისურვებს ორიოდე სიტყვა უთხრას შემხვედრ ნაცნობს, ის მოვალეა ბოდიში მოუხადოს თანამგზავრს. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ მოვალეა მოშორებით გაჩერდეს, რათა ყური არ მოკრათ მათ ლაპარაკს. ქალი ვალდებული არ არის თავის თანამგზავრ მამაკაცს
გზად შეხვედრილი ნაცნობი წარუდგინოს. როცა ლაპარაკი დასრულდება, ესეც დავამატოთ ჩვენი მეგობარი, მოვლოდინე მამაკაცმა თავი უნდა დაუკრას წამსვლელს. თუ ქალს საუბარი გაუგრძელდა, მაშინ რაკიღა ულამაზოა თანამგზავრის დიდხანს მარტო დატოვება, ის შემხვედრ ნაცნობს უნდა წარუდგინოს. ახლა აქ რაზეა ლაპარაკი? მოდიან ალექსი და ილია და შეხვდათ გზაში ელენი, ჩვენი ძვირფასი. ახლა უყურე, იცნობს ალექსი და ელენი ერთმანეთს. ახლა უყურე, ილიამ უნდა ესენი რომ დაელაპარაკნენ ერთმანეთს, ხო? აბა როგორ ახარ ელენი? კარგად ალექსი, შენ როგორ ახარ? როგორ მიდის შენი სწავლება, შენი ვარჯიშები, როგორ მიდის სპორტსმენი ბიჭი ალექსი და მთელი ამბავი მოიკითხეს, ხო ერთმანეთი. ახლა იქნება რა საიდუმლო საუბარი აქვს, ამიტომ ილია უნდა ცოტა განზე გამოდგესო, რომ მათ ეს საიდუმლო საუბარი შეძლო. მაგრამ თუ ეს გაგრძელდა 2 წუთზე მეტი, აი სიტყვაზე, აბა შენ ფეხბურთს უყურებ, ელენე? რას ამბობ, როგორ არა, მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი. რომელი გუნდი მოგტანს? რაღაცა წავიდა ესე, ხო საუბარი. უკვე თუ გაგრძელდა ეს საუბარი, ილიამ რო უხერხულად არ იგრძოს თავი, ალექსი ეტყვის, გაიცანი ელენე, ეს ჩემი მეგობარია ილია. თქვენ აეტყვის, რომ ილია, ჩვენ ფეხბურთი გვიყვარს და ეხა ფეხბურთზე ვსაუბრობთ. რომ აბა შენ რომელი გუნდი, ანუ ჩააყენოს ესაც, მივხვდით საქმის ყურში. რომ იმან უხერხულად არ იგრძნო თავი. თითქოს ჩვენ რაღაცა, ესე იგი შენ უშენოთაც კარგად ვსაუბრობთ. ესე იგი ჩავაყენეთ ილია საქმის ყურში და უკვე სამი საუბრობთ ერთად. აი აქ არის ეს რჩევა. ქუჩაში მამაკაცი ქალს მარცხენა მხარეს მიჰყვება. აი დავით, ახლა რა სწავლება აქვს? აი თქვათ, შენ ნინოს აციებ. აი ან კლასელი შენი ნინო კინოდან მოდიხარ სახლში და უნდა გამოყვე, ახლა სახლში მიაცილო. ნახე, შენ საითას ნინო წამოვა, იმის მარცხენა მხარეს უნდა დადგეო. ახლა დააკვირდით რატო, აბა აი მაინტერესებს თქვენი აზრით. ესე იგი, მოდის ადამიანი შენ მარცხნიდან, იქიდან მოდის, მაინც მარცხნიდან მოყვება, აქედან მიდის მარცხნიდან. აბა ილია, შენი აზრით რატო მოყვება ბიჭი მარცხნიდან, გოგოს? რომ თქვენ მინდა რომ გაიაზროთ ეს. აბა წარმოიდგინეთ, გზა, ტროტუარი, ან ბაღში სეირნობთ. ილია, შენი აზრით რატო მოყვება მარცხნიდან ბიჭი? ქუჩის მხარეს მოყვება, რომ მართალი ხარ, ესე იგი გზის მხარეს, სადაც მანქანები მოძრაობენ, ან თქვა შეიძლება რაღაცა დაბრკოლება გაჩნდეს, მამაკაცია, რომ ეს დაბრკოლება თვითონ მიიღოს თავის თავზე და ქალი დაცულად ყავდეს. მივხვდით? აი დაიმახსოვრეთ ეს წესი და ეს ეთიკური თქვენი სწავლება. ასეთივე წესით მივყვებით ხანძრასმულ მამაკაცს, მოხუცკაცს რა, ან პასუხისმგებელ პირს. თქვა დირექტორს ვაცილებ, პედაგოგი გვეწვია და ალექსი აცილებს ახლა თავის პედაგოგს, ქალს, ახალგაზრდა გოგოს, ესე იგი მიყვება მარცხნიდან. რატო? იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს აქ გზა არის, მანქანები მოძრაობენ და ალექსი აქ გარკვეულ წილად იჩენს, ესე იგი თავისი მასწავლებლის და თავისი საპატიო ადამიანის მიმართ ყურადღებას, რომ აი უფრო მეტად მიაქციოს ყურადღება და დაცულად ყავდეს. კი ბატონო, აბა როცა ქუჩაში 2 ადამიანი მიდის, საპატიო ადგილი მარჯვენა მხარეა. ხო ვთქვით, როცა ქალი და კაცი მოძრაობს, უპირატესი ქალია. ესე იგი საპატიო ადგილს იკავებს ქალი. ეს უნდა ოღონდ მამაკაცმა ისე მოაწყოს, რომ ქალმა ვერც გაიგოს.
ანუ ჩვენ უკვე ვიცით როგორ იქნება, ანუ მარცხენა მხარეს დაიჭერს მამაკაცი ადგილს. ერთგვარად რომ დაცულად იგრძნოს ქალმა, ესე იგი თავი. თუ სამნი მიდიან, რასაკვირველია, საპატიოდ შუა ადგილი ჩაითვლება. ესე იგი, ამ ლაპარაკია რაზე? ალექსი და დავითი აცილებენ სიტყვაზე მართას, ხო? დავით, მართა რა ადგილას უნდა დადგეს? მას მართა უნდა დადგეს შუაში. ოჩა, აი ზუსტად ეგ არის. მიხვდით, ანუ ერთ-ერთი მამაკაცი დაიჭერს ადგილს მარცხნივ, მეორე მარჯვნივ და დაცულია ქალი, მიხვდით? აქეთ შეირნობთ, ხო? ელენეს მოასეირნებენ ილია და იოანე. აქეთ იქიდან დაუდგებიან, შუაში მოყვება ელენე. თუ ორი ელენე ყავს, ერთმანეთზე ლამაზები და ტკბილები, ორივე შუაში ყავს, მამაკაცები აქეთ იქიდან დაუდგებით და ასე წყნარად მოვდივართ საუბრით. ძალიან კარგია. ხო, შემდეგი კარგი ადგილი. ესე პირველი შუაშია ყველაზე ამ შემთხვევაში ადგილი. შემდეგია რიგით მარჯვნიდან. რიგით მარჯვნიდან საპატიო ადგილია. უკანასკნელი ადგილი განაპირა მარცხენა მხარეს. ამიტომ მამაკაცი ყოველთვის დავიმახსოვროთ, უნდა იყოს მარცხენა მხარეს. სამი გოგოა ვთქვათ. და ალექსი მარტო მოყვება. ალექსი სპორტსმენი ბიჭია და არ ეშინია იქ მარტო, იკავებს მარცხენა ადგილს, მოყვება ამათ ყველა. იქიდან სიტყვაზე აკონტროლებს, რომ მარჯვნივ ყოფი გოგონები, ესე იგი ყურადღებით რომ ყავდეს და თუ დაინახა, რა თქმა უნდა, გადავა მარჯვნივაც და ყველაფერს კარგად დაალაგებს. ოღონდ ეს სწორია, რომ მარცხნიდან მოყვება. ქალიშვილი მამას მარცხენა მხარეს უდგას. აი ხა უყურე, ქალიშვილი მამა ახალგაზრდა ქალი ასევე მარცხნივ მიხვება ხნიერ მამაკაცს. აქ უკვე რაზეა იცით ლაპარაკი, რომ ხნიერ მამაკაცს ქალმა პატივი უნდა სცესო. აი სიტყვაზე ან გზაზე არ გადავიდეს, ან რამე გზავრობაში რამე წესი არ დაარღვიოს და ასე ვთქვათ, ამ ადგილს იჭერს ახალგაზრდა ადამიანი და ხნიერ ხანში შესულ ადამიანს ეს პატივის ცემა. ეცადეთ ფეხის მოძრაობა და ნაბიჯის ზომა შეუწყოთ მარჯვნივ საპატიო ადგილას მიმყოლ ადამიანს. ანუ ნახეთ, ალექსი, აბა როდესაც შენ და ელენე მოდიხართ გზაზე, ფეხი ვინ უნდა აუწყოს? შენ უნდა აუწყო ელენეს თუ ელენემ უნდა აგიწყოს შენ? როგორ არის ეთიკის სწავლება? მე ალბათ ზუსტად ესეა, ესე იგი, იმიტომ რომ საპატიო ადგილი უჭირავს ქალს, ამიტომ მამაკაცი უწყობს ფეხს. ესეც უბრალოდ ერთმანეთი რომ ლამაზად და ერთმანეთს არ დაეჯახდნენ, ან რაღაცა უთანხმოებლობა რო არ იყოს. ეს აუცილებლობა კი არ არის, მაინც აწყობილი ფეხით ვისეირნოთ, ეს უბრალოდ სასურველია. ქუჩაში სიარულისას ხოლდა თუ ხელჯოხი ყოველთვის ვერტიკალურად გვეჭირავს. აი ვერტიკალური არის, აი ესე რომ გვიჭირავს, აი. ანუ ესე რომ გვიჭირავს ხოლმე, შეიძლება ცხვირში ვატაკოთ სიტყვაზე გამოვლენს და ვაიმე მერე რაღაცა უსიამოვნო განცდა გამოვიწვიოთ. ამიტომ ესე გვიჭირავს რა. აი გინდას დაკეცილი, გინდა შეიძლება ესე ვიჭირო, შეიძლება ესე ვიჭირო, არა ესე და არა წინ რომ ვიღაცას უხერხულად არ დავეჯახოთ, რათა დამლელებს ხელი არ შეუშალოთო. როცა წვიმაში გახსნილი ქოლგით მივდივართ, შუაგზინან ცოტათი გადადით, ხოლო ქოლგა თავისუფალ მხარეს გადახარეთ, ან მაღლა ან სიერ, თორემ უსათუოდ ხელს შეუშლით გამლეს. აქ ლაპარაკია, რომ ვინმე თავით არ დაეჯახოს, ან თვალი არ იტკინოს, რაღაცა, ან ცოტა მაღლა ავწიოთ, ან ცოტა გადავიხრებით. სიტყვაზე გოგონა მოკლოს, გოგონას მხარეს რო არ დაგვისველდეს, აი ესეც უნდა მამაკაცმა გაითვალისწინოს. ასეთ ამ წესის დაცვა ევალება მამაკაცებსაც და ქალებსაც, როცა წვიმაში
ვინმეს მიუყვებით, ქოლგა ისე დაიჭიროთ, რომ დასველებისგან თანამგზავრის დაიფაროთ. აი ახლა უყურეთ, სიტყვაზე ჩემო ძვირფასებო, მარიამს მოყვება დავითი, ხო? და ქოლგა უჭირავს მარიამს. მარიამს რა ევალება, მარტო თვითონ კი არ დაიფაროს წვიმისგან, არამედ დავითს უთხრა, მოდი დავით, შემოდი შენს და იმისკენაც, ესე იგი ლამაზად გადაიხაროს, რომ წვიმისგან თავისი მეგობარის დაიცვას. ეს უკვე ქალმა უნდა გამოიჩინოს ამითი ინიციატივა. ქაღალდების, საჭმის, ნარჩენებისა და სხვა საგნების ქუჩაში დაკრა აკრძალულია. ეს ჩვენ ვიცით, ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ მასე შეიძლება უამრავი ნაგავი დაგროვდეს და ჩვენი ლამაზი სამშობლო, ჩვენი მიწაწყალი, ჩვენ გვევალებთ და ამიტომ უნდა ესე იგი სისუფთავე შევინარჩუნოთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული სამშობლოს მიმართ, იმითაც რომ ჩვენი მიწაწყალი არ დავანაგვიანოთ და სისუფთავე დავიცვათ. აი ესეც ძალიან მინდა ეთლიამე გითხრათო, ამ წესს ძალიან ბევრი ქართველი არ იცავს სამწუხაროდ. აი როგორი რამეა, იცით? სამწუხაროდ ქართველები ასე არიან მიჩვეული, ეს ძალიან არასწორი წესია. სიტყვაზე მანქანაში მგზავრობის დროს ადგებიან და დაჩენილ ქაღალდებს თუ ბოთლებს თუ საგნებს, რომელიც აღარ ჭირდება, ხშირად ფანჯრიდან ყრიან ხოლმე. აი ახლა რამს მინდა დააკვირდეთ, აი სიტყვაზე დააკვირდით ისეთ ადგილებს, სადაც აი მგზავრობაში რო გავდივართ, დააკვირდით ამ ადგილებს, როგორი განაგვიანებულია ადგილები. აი თითქმის საქართველოს ადგილს ვერ ნახავთ, ნაგვით სავსე რო არ იყოს. რაც არის ზუსტად იმის ბრალი, რომ ჩვენ მიწაწყალს ჩვენვე არ უფრთხილდებთ, ჩვენვე არ ვზრუნავთ, რომ სისუფთავე იყოს და აი სხვა ჩემო ძვირფასებო, თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ ჩვენ სამშობლოს სისუფთავეზე, სხვა დაიცავს ჩვენ სამშობლოს. ამიტომ აი ძალიან გქონთ ჩვენ, მე მაგალითად ასეთი რჩევას მინდა მოგცეთ, რომ ჩვენი ლამაზი სამშობლო, რომელიც ასეთი სუფთა კორწია, წარმტაცი და სათუთია, ჩვენ არა თუ ჩვენი დაგდებული ნივთი მოვალევართ რომ ავიღოთ, არამედ ჩვენ უნდა სხვისი დაგდებული ნივთიც კი ავიღოთ. ისე უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო. აი ახლა ოჯახში ხო შეიძლება პატარა ბავშვმა დააგდოს და უფროსმა დამ ან ძმამ, ან დედამ, ან მამამ ბავშვის დაგდებული ისე რომ არც უთხრას თავის პატარას, ადგეს და დაასუფთავოს. ჩვენ ასე უნდა შევიყვაროთ ჩვენი სამშობლო, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთის დაძმანი ვართ და ყველა ჩვენი შვილი არის, იმიტომ რომ ჩვენ სამშობლოს შვილები ვართ. აი ამ დონეზე სამწუხაროდ ამას ჩემო ძვირფასებო სახელმწიფოებრივი აზროვნება ქვია, რომელიც ჩვენთან საქართველოში დღეს აღარ არის. და უცხოეთის ქვეყნები ჩვენ რა თქმა უნდა ბევრი შეცდომა ვიცით მათი, მაგრამ აი ეს მდგომარეობა უცხოეთის ქვეყნებში უფრო შედარებით ჩვენზე მაღალ დონეზეა დაყენებული და ჩვენ რა თქმა უნდა რაც კარგია, კაცო ის უნდა ვისწავლოთ. აი ესეთი რამე მომიყვა ჩემმა მეგობარმა. აი სიგარეტს რო ეწევია, ქართველები რო დაამთავრებენ, გადააგდებენ ხოლმე ქუჩაში. აბა აი დააკვირდით, ამას ბიჩოპი ქვია, ანუ დარჩენილი სიგარეტის ნამწვი. რამდენი ნამწვი ყრია ქუჩაში. ხო და ბაქოში ვიყავიო, მეგობარმა მომიყვა და როგორც აქავან მიჩვეულიო, ეს სიგარეტიო მოუწიო და გადავაგდეო და დამადგა უცბათო პოლიციის თანამშრომელი, მოვიდაო, აიღეო, მითხრაო, ამაღებინესო ჩვენ ნაგვის იმაში ყუთში ჩავაგდეო, ბოდიშიც მოუხადე და წამოვედიო და იმის შემდეგ რა თქმა უნდა ნაგავი აღარ გადამიყრია. ასე იცავენ თავის სამშობლოს და ჩვენ ეს უნდა აუცილებლად ეს შეგნება მაღალ დონეზე დავიყვანოთ. და უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი სამშობლო ესეთი კორწია, ლამაზი, სათუთი, ტკბილი, საყვარელი, აი უნდა მოუფრთხილდეთ, თორემ მთელი მადლი გაგშორდება. ერთი ქართული ნაწარმოებია, დიდი ქართველი
მწერალის მიერ დაწერილი გრიგოლ რობაქიძე ამბობს, რომ როგორც შენ მოექცევი დედა მიწასო, ისე მოგექცევა მამა ღმერთიო. ესე იგი, შენ თუ მიწას დაანაგვიანებ, წყალობა დაგატარდება ზეციდან ღმერთისო, იმიტომ დედა მიწა ხო ღმერთის შექმნილია და ჩვენ პირველი ადამიანი ხო დედა მიწისგან შექმნა ღმერთმა. ესე იგი, ეს ჩვენი დედაა და დედას უნდა გაუფრთხილდეთ, მოწიწებით მოექცეთ და არ დავანაგვიანოთ. აი ამაშია საქმე სამწუხაროდ, ეს გამოსასწორებელი გვაქვს და ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ. ფანჯრიდან ხალიჩების თუ საბნების გადმობეტყვაც არ შეიძლება. იმიტომ რომ უცბად გამვლელი აი მაღალსართულიანი სახლები რო გვაქვს, ხო, ქალაქში. იქ რო გადმობეტყვა, იქ შეიძლება შენმა ძვირფასმა მეზობელმა გამოიაროს და ზედ დააბერყო მთელი ნაგავი, რომელიც რა თქმა უნდა ბოლო-ბოლო გადახედო მაინც ხომ არავინ არის. და ისე მოიქცევ. როცა საზოგადოებაში ამთქნარებთ, ხალხი იფიქრებს, რომ თქვენ მოწყენილი ხართ, ან არ გაინტერესებთ, რაზე ლაპარაკობენ სხვები. უკიდურეს შემთხვევაში პირზე ხელი მიიფარეთ და სხვებისგან შეუმჩნევლად დაამხნარეთ. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი? სიტყვაზე მამა ზაქარია წირვაზე გადაგებს, ხო? და შენ კიდე დაგემთქნარა, ხო? და ეს რომ შენ დაამთქნარე და მამაო, რომელიც გადაგებს მთელი გულით და სულით და დაგინახა. მამაო იფიქრებს, ეთყობა ეს არ მისმენს სომე. თუ ისეთი დრამატული მომენტია, იქ რაღაცა გადაგება, თვალებული გააცოცხლა ქრისტემ, დარი ლაზარემ მკვდრეთით აღადგინა, შენ კიდე ამთქნარე. ეხლა მოძღვარი იფიქრებს, ეს ეთყობა არ მისმენს, კაცო თორე. ხო და ამიტომ ეხლა ეს ისეთი მომენტია, რომ როდის დაგემთქნარება, ეს შენზე არ არის, ხო? ამიტომ აი ეხლა როგორც ილიამ დაამთქნარა, ხელზე აიფარებ და მორჩა. აი ესე დავიმახსოვროთ, ჩვეულებრივად ეს ეთიკის ნორმაა და გაკვეთილის დროს რა თქმა უნდა დავიცვათ. ან მეგობარი რაღაცას გვიყვება, ჩვენ კიდე დავამთქნარებთ, ხო? ის ჩათვლის მეგობარს, მე არ მისმენს რა, მისთვის ჩემი ამბები უინტერესოა. ანუ მარტივად ხელი ავიფაროთ ზედ და უკვე ყველაფერი ეთიკური ნორმები დაცული გვექნება. ასევე თუ თავი ვერ შევიკავეთ დაცემინებისას, მაშინ დროულად ამოიღეთ სხვის სახოცი და სხვირ პირი მილზე მიიფარეთ. ანუ როგორც გითხარით, რათა დაცემინებისგან გამოწვეული ხმაური ჩაახშოთ, რომ დიდი ხმაური არ იყოს და იგივე ქადაგებაზე ხელი არ შეეშალოს, ან მასწავლებელს გაკვეთილის მოყოლაში და ასე შემდეგ. ან თამადას რო უსმენთ, რომ იმის ხმა არ გადაუფაროთ. ჰიგიენის წესის თანახმად სხვის სახოცი ყოველთვის უზადოდ სუფთა უნდა იყოს. რომ ზედი სუფთავი დავიცვათ. რა უნდა იცოდეს მამაკაცმა ჩაცმის შესახებ? აბა ვნახოთ ახლა რას გვასწავლის. როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ტანსაცმელიც დამოკიდებულია სეზონზე. იმიტომ რომ ეხლა მე რო ეხლა პალტოთი ვიჭდე, ხო? ესე იგი ჯერ ისედაც ცხელად ეხლა სადაც ახარ და ახლა ჩემი ეს პალტო და გახვიტკული ოფლი და რაღაცა კიდე უფრო შემოწუხებელი დასანახი იქნება თქვენთვის. ზამთრის სიცივეში უფრო მუქ ტანსაცმელს იცვამენ. გაზაფხულზე და ზაფხულში კი უპირატესობას ღია ტონს ანიჭებენ. უფრო ღია ტანსაცმელია მისაღებიო. საშემოდგომო და ზამთრის ტანსაცმელს სქელი ქსოვილები სჭირდება, როგორც თქვით, საგაზაფხულო და საზაფხულოს თხელი, ხოლო საჭიროა ფერთა ჰარმონიის შეხამება. მუქ პიჯაკს შედარებით ღია ფერის შარვალი უხდება, ხოლო ღია ფერის პიჯაკს მუქი ფერის შარვალი. ეს რა თქმა უნდა მემოვნებაზეა და დასურველია, თორე ეს ახლა აუცილებლობა კი არ არის. ზოგ შეიძლება სხვა პიჯაკი არ ქონდეს და რაცაა ის ჩაითვას, არ არის პრობლემა, თავარია სუფთად იყოს და ოპციად და ლამაზად გამოიყურებოდეს. აბა მგზავრობა. თუ მამაკაცი ქალთან ერთად მგზავრობს, ის ვაგონიდან პირველი ჩამოდის. აი ნახეთ მატარებელში თუ ვართ, დავით, შენ და ნინო მოდიხართ, დავითმა ნინოს უნდა დაუთმოს პირველი გამოსვლის ადგილი, რათა ჩამოსვლაში მიეხმაროს თანამგზავრს, ან ბარდი ჩამოართვას,
ან თუ რაღაცა წაიბოძიკა, ხელი მიაშველოს. უცნობ ქალს კი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მამაკაცი. ასეთი რაზეა ლაპარაკი. აი ილია არ იცნობს მარიამს. ხო და ესე კი არ უნდა ებრძღნა ეგრევე და მიეხმარო. ეს არასწორიაო. ესე იგი საჭიროების თუ დაინახა მარიამს ბევრი ბარგი აქვს, აი ამ შემთხვევაში მიდის მოსახმარებლად. და ესე იგი ან უნდა როგორი რამეა იცი? ბოდიში შეიძლება მოგეხმაროთ, ასე უთხრას. ანუ გამოსთხოვს ნებართვა მოხმარებას. ესეც ეთიკურია. ბავშვიან დედებს, მოხუცებს და ინვალიდებს მათი თხოვნის გარეშე დაუთმეთ ადგილი. ახლა მაგათ არ ჭირდება, რომ თუ შეიძლება დაგითმოთ რა ადგილს, ესე კი არ უნდა უთხრა, პირდაპირ უნდა დაუთმო. რასაკვირველია, მამაკაცი ნაცნობ ქალს ადგილს დაუთმობს. თუ იცნობს ილია ელენეს, მაშინ აღარ ჭირდება არაფერი და მაგრამ თუ უცნობსაც ასე მოექცევა, ეს მისი მხრიდან გამართლებული საქციელი იქნება. აი მარიამს არ იცნობს ხო ილია, მაგრამ ადგა და უთხრა დავბრძანდით მარიამ. არ ეტყვის მარიამ რა იცი სახელი. დავბრძანდით. როგორ გეკადრებათ ქალი ეტყვის ხო? მაგრამ არა მე მაინც უნდა ჩავიდე ახლა მალე ჩავდივარ. იმას კი არ ეტყვი რომ მე რა მაგარი ბიჭი ვარ რომ დაგითმე. დავბრძანდით რა? არა. შენ ეტყვი მე ახლა ჩავდივარ, მალე ჩავდივარ. ძალიან გთხოვ დავბრძანდით რა. ხო, ეს მისი მხრიდან გამართლებული საქციელია. მამაკაცი ქალს უცნობ ადგილს. ქალი კი მოხუცსა და ავადმყოფს უთმობს. ესე იგი მამაკაცი ქალს უთმობს, ვინდაც ქალი იყოს და კაცი იყოს, მოხუც და თუ დაინახა კიდე რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, აი თქვათ ან ფეხი აქვს მოტეხილი, ან აი ესე ძლივს დადის ხო არიან ასეთი ადამიანი, რა თქმა უნდა ამაზე თქმაც არ უნდა, სასწრაფოდ უნდა წამოუმატო. მე სხვათა შორის ერთი რამე მინდა მამაკაცებს განსაკუთრებით ვთხოვო, დაიმახსო რომ ჩემი ეს რჩევა. აი სამწუხაროდ დღეს ასე ხშირად მამაკაცები აღარ უთმობენ ხოლმე ადგილს. აი თითქოს თანამედროვე სწავლებაში არის რომ შენ რო ბილეთი გააქვს და შენ რო ადგილი გააქვს და შენ უნდა ის უნდა მოსულიყო და ეყიდა ბილეთი და ვინაიდან ეს შენი ბილეთია და შენ უნდა იჯდე ასეთი სწავლა. ეს არ არის ქართული სწავლება. ეს არ არის სწორე ჩემო ძვირფასები. ჩვენ ხო არ ვიცით იმ ქალის მდგომარეობა, ამიტომ შენ თუ ფეხი არტყივა, თუ ძალიან გადაღლილი არ ახარ, თან როგორი რამეა იცი, ამ დროს ღმერთი აუცილებლად უფრო მეტ მადლს მოგცემს და უფრო შეგეწევა, როცა შენ დაინახავ, რომ ქალი დაღლილია, ან ასაკიანი ქალბატონია და დაუთმობ ადგილს. ეგრევე დავიმახსოვროთ, აი ძალიან გთხოვთ, ეს არის ჩვენი ვაჟკაცობის აღმნიშვნელი და იმიტომ ღმერთი ჩვენ გვიყურებს ყოველ წუთში და ყოველ წამს და არ შეიძლება ისე მოვიქცეთ, რომ ღმერთისთვის ჩვენი მოქცევა იყოს მიუღებელი. აი დაიმახსოვრეთ. კი ბატონო, ქოლგა და ჯოხი ახლოს გვეჭიროს. ხო, ეხლა ტრანსპორტში. ხელებს ნუ ჩამოსდებ იმ სკამის ზურგზე, სადაც სხვა მგზავრის ის. ნურც ფეხებს გაშლით. ნურც ფეხებს გაშლით, რითაც სხვას შეაწუხებთ. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი? ზოგმა იცის რომ ამ ფეხებს ამ სკამს მიადებს ხოლმე და წინ ვინც არის შეწუხებული, აბა შენ მოგეწონება შენ სკამზე რომ ვიღაცა ფეხებს აჭერს, შენ შეწუხებული იქნები. იგივე ჩამოდოს ხელი, ესე იგი შეიძლება შენ შეგიშალოს ხელი. ამიტომ ჩვენ ეს დავიმახსოვროთ და დავითვალისწინოთ ერთმანეთი. როცა ბავშვებთან ერთად მგზავრობთ, მათ ნებას ნუ მისცემთ სხვა მგზავრები შეაწუხონ და რაც მთავარია, ტანსაცმელე ფეხსაცმელებით არ დასვარონ სკამი და სხვა ტანსაცმელი. ესე იგი დედამ და მამამ უნდა გააკონტროლონ პატარა ბავშვების მდგომარეობა, იმიტომ შეიძლება პატარა ბავშვი ამას ვერ ხვდება და გასაკვირია, შეიძლება ფეხს ისიადრეს წინ ჯდომ სიტყვაზე ქალბატონს რომ თვითონ ვერ სამჩნევს და ეს უნდა ყურადღებით იყოს დედა და ასწავლოს და დაარიგოს და გამოასწოროს თუ კიდე რამე შეეშალა და პატიებაც ითხოვს იმ მგზავრისგან, ვისაც აწუხებს. თუ გაზეთს კითხულობთ, ისე დაიჭირეთ, რომ
გვერდით მყოფს საშუალება ჰქონდეს უცქიროს ფანჯრისკენ ხედებს ან სხვა მხრივ არ შეუშალოთ ხელი. ანუ ისე რომ ან იმას არ ეხებოდეს ვიღაცა არ შეაწუხოს და თანო აი იქნება იქით გახედვა უნდაო და აქაც ხელი არ უნდა შეუშალოთო. გვერდით მჯდომის გაზეთში ყურება და კითხვა არაკორექტულად ითვლებაო. აქ ლაპარაკია რომ ეხლა ჩვენ გაზეთს ვიღარ კითხულობს, რა ვიცი, კიდე თუ მეკითხულობს, წიგნსაც გონი აღარავინ კითხულობს. ელენეს ეყარება მე მგონი კითხვა და აი სიტყვაზე ელენე რაღაცა კაი წიგნს კითხულობს და მე რო გვერდით მივждე და ელენეს არ ვიცნობდი და თი რა წიგნს კითხულობს, რომ აქეთ თვალი მეჭიროს, ეს არის მიუღებელიო. მოდი თქვათ დღევანდელი თანამედროვე მდგომარეობაში ეს რას ნიშნავს. აი ნატალია ჩვენ ბოკუჩავა სიტყვაზე მესიჯი მიიღო თავის დაქალისგან რაღაცა საინტერესო და კითხულობს გაფაციცებით. მე რო ეხლა ნატალიას გადავიხარო და ჩავიხედო ერთი რას წერს ნატალია. აი ეს არ შეიძლება ამას. იქნება ისეთ საიდუმლო მინაწერი აქვს, რომ მე არ უნდა ვიცოდე რა წერია. ამიტომ სხვის მესიჯი რო ჩავიხედო და წავიკითხო, ეს არასწორი, არ შეიძლება. ბილეთისა თუ ქაღალდის ნახევები ან სხვა რამ ნაგავი არ დაყაროთ ვაგონის იატაკზე. ეს უკვე თქვით, რომ არა მარტო ქართული მიწა არ უნდა დავაგვიანოთ, ჩვენი ტრანსპორტიც ეს არასწორია, უზნეო საქციელია და ეს უნდა დამცვათ. სამოქალაქო ტრანსპორტში თმის უარცხნა, ტუჩების შეღებვა, შეპუდრვა, შხილების წმენდა და საერთოდ უადგილო ადგილების გამოპრანჭვა ადგილებზე ყოველად მიუღებელია. დავიმახსოვრეთ, ეს უნდა სახლში მოხდეს ისე, რომ სახლშიც სხვები არ უნდა გადაღალოთ ამით. ამიტომ ქალებს საგანგებო ოთახი აქვს, სარკე აქვს და იქ ლამაზად უნდა ჩაიკეტნონ და იქ მოიწესრიგონ თავისი თავი. ეგრე რომ სხვა ოჯახის წევრებიც ამ პროცესში არ უნდა შევაწუხოთ. ვაგონში არ შეიძლება ნაცნობთან ხმამაღლა ლაპარაკი, ყველას გასაგონად. აი ხა უყურე სიტყვაზე მატარებელი მიდის ბრუნდება, ახალგაზრდობა არ დაბრუნდება უარი და მე და დავითმა წამოვიწყეთ ფეხბურთზე ლაპარაკი. უყურე ირანმა რა გოლი გაიტანა, აი არგენტინამ ბიჭო რა გააკეთა, მესიმ რაღაცა. ბიჭო იქნება ჩვენ მარიანს და ელენეს არ უყვართ ეს ფეხბურთი და ჩვენი ხმამაღლა საუბრით კი არ უნდა დავღალოთ. მე იციან ხოლმე ხმამაღლა პოლიტიკაზე საუბარი, თავისი აზრებს გამოთქვავენ. იქნება იმას სულ არ მოწონ შენი პოლიტიკური ფიგურა და ამიტომ ესე იგი ხმამაღლა არ არის, არ უნდა მოვახვიოთ ჩვენი აზრები მგზავრობაში სხვა ადამიანებს და ამით ხელი არ შეუშალოთ. აი ეს სწავლება. მგზავრობისას არ შეიძლება ჭამაო, ჩემო დიდფასებო. და ჩვენ კიდე რატომღაც ექსკურსიებს რო ვეძახით, გზაში გვიყვარს ჭამა და გზაში უკვე მთელი სამარშრუტო ტაქსი უკვე ნაგვით ავსია ხოლმე და რაც ესე იგი რა თქმა უნდა დარღვევაა და არასწორი. დახველების თუ დაცემინების დროს სახეზე ქვისახოცი ან უკიდურეს შემთხვევაში ხელი მაინც აიფარეთ. აი დააცემინე, ესე კი არ უნდა დააცემინო, აი ესე დააცემინო და თუ მაინც ხმამაღლა მოგივიდა, ვაიმე ბოდიშით უნდა თქვა, ბოდიშით თუ ესე გააკეთო. თუ ქვისახოცი არა, ხელს მიიფარეთ. ავტომანქანაში, აბა ტაქსით მგზავრობისას ადგილს საჭის მიხედვით ვარჩევთ. თუ მძღოლი მარცხნივ ძის, თუ არის მარჯვენარულიანი, მარცხენარულიანი. ჩვენ უკანა სავარძელში დაჯექით საწინააღმდეგო მხარეს. აი ნატალია ბოკუჩავას აცილებს ახლა ალექსი დარდიაშვილი, ხო? მძღოლი მარცხენა საჭიანი. ნატალია ბოკუჩავას უკან გაუღებს კარს მარჯვენა მხრივ. ანუ სადაც მძღოლი ძის, იმის მეორე მხარეს გაუღებს და იქ დასვავს. აი ეს არის ეთიკა. დავბრძანდით ეთყვის ნატალია, დავბრძანდით გაუღო კარები და დაუხურე კარები. თქვათ ილია ბიწაძეს მიყავს მარიამი ახმეტაში, თეატრიდან, თავისი მანქანით. ნახე, გვერდზე კი არ მოისვავს, აი ეს არ არის ეთიკური. ესე იგი, უკან გაუღებს, თუ მარჯვენა საჭიანია ილიას,
რა ადგილას გაუღებ უკან კარებს ილია? მარცხნივ. მარცხნივ გაუღებ. თუ მარჯვენასაც შენ მარცხნივ უნდა დაждებ. მარჯვნივ უნდა დადგე. მაშინ მარცხნივ გაუღებ უკან და დასვავ. ტაქსით აცილებ ხო ელენეს დავით? თუ მარცხენა საჭიანია, მარჯვენა მხარეს გაუღებ, დასვავ და გადაუხდი, რა თქმა უნდა, როგორც დღეს კი რავი ისი არის ახლა რომ გინდოდეს გადახდა, ვეღარ გადაუხდი, ყველაფერი რაღაცა უყომა არის, ბილეთები რაღაცით ტარდება და იქაც რავი რაღაცა აპლიკაციებია და მთელი ამბები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ მაინც შევწუხდეთ, მაინც თუ ვერ გავაკეთებთ იმას, რაც ეთიკაშია, ვიცოდეთ მაინც, თუმცა შეიძლება რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ასეთი. ესე იგი რადგან ეს საპატიო ადგილია დიდ 6 ადგილიან მანქანაში ყველაზე საპატიოდ ითვლება უკანა მარჯვენა ადგილი. როგორც გითხარით, მარცხენა საჭეთოა, უკან მარჯვენა ადგილი არის ყველაზე საპატიო. მანქანიდან ტროტუარის მხარეზე უნდა გადმოხვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გვერდიდან მეორე მანქანამ დაგკრათ. ესე იგი, ეს რას ნიშნავს, რომ აი, ტაქსი გააჩერეთ, ხო? და მარჯვენა საჭიანია და შენ მარცხნივ ხარ. იქით კი არ უნდა გადახვიდე და იქიდან შემოუარო, გადმოიწიო უკან, წინასწარ უკვე, როცა უკვე ჩერდება ტაქსი, გააღოთ და ისე გადმოხვიდეთ, რომ ესე იგი, იქიდან მანქანას როა დაგარტყათ, დაკრათ, ამის საშიშროება რო არ იყოს. როცა ვინმეს ტაქსით მგზავრობას შესთავაზებ და დაპატიჟებ, ფული უსათუოდ თქვენ უნდა გადაიხადოთ. თუ რომელიმე ადამიანი საკუთარი მანქანი წაგიყვანთ, დახარჯული საწვავის ანაზღაურება არ მოსთხოვოთ. ანუ რას ნიშნავს? აი, სიტყვაზე დავითმა წაგვიყვანა მე და ელენე ბორჯომში დასასვენებლად, ჩაგვიყვანა მეგობართან, სადღაც უნდა ჩვენ მეგობარს მივიდეთ, მივულოცოთ რაღაც დაბადების დღე რაღაცა, ხო? არა, მე წავიყვანთ, გაიგჟა დავითმა თავი, ჩამოვიდა სარტიჩალიდან, წავიყვანა. ეხლა მე რო ეს უთხრა, რომ მიგვიყვანა ამხელა პატივი გცა, ამხელა სიყვარული გამოიჩინა და მე რო ეხლა ეგ უთხრა, დავით, რამდენი გადაგიხადოთ საწვავის? ან გამოვთვალო, აი ეს რამდენი საწვავი დაგიზდათ 10 ლიტრა, ეგ ავიღო 3 ლარის 30 ლარი და ამოვიღებ და 30 ლარს რო უტოვებ. ეს არის აი მარტივად რო ვთქვათ, დავით თელ სიკეთეს წყალში უყრდი, არა ეთიკური საქციელი, იმიტომ რომ დავითს უნდა რომ ჩვენ პატივი გქცეს სიყვარული და ის სიყვარული განა 30 ლარზე ძვირფასი არ არის, ან რომელი 300 ლარიც რომ მიცე, იმ სიყვარულს გაუსწორდება? რა სიყვარულითაც დავითმა ჩვენ აი ესეთი პატივი გქცა. აი ეხლა ვახო გელაშვილი ყავს ერთ კაი მეგობარი. იცის ლალი მასწავლებელმა მამა ზაქარიამ, ხო და ტარიელ ხანხელაური რო ჩამოსაყვანი ყავდა ჩემო ძვირფასებო, რა გააკეთა ამ ბიჭმა? თბილისიდან ჩავიდა ჯერთიანეთში, დაისვა ტარიელი, ჩამოიყვანა გორში, მერე რა თქმა უნდა სუფრაზეც მიიწვიეს გორელებმა დიდი პატივისცემით, არ დალია იქაც და რომ მოსაღამოვდა გვერდი, წაიყვანა ისევ თიანეთში და დაბრუნდა თბილისში. მე რო ეხლა ვახოს დაურეკო და უთხრა, აბა ვახტანგი, რამდენი დაგიჯდა საწვავი, რომ ჩაგირიცხო მე ეს ახალი ვახოსთვის მაგარი შეურაცხყოფა, იმიტომ რომ ის სიყვარული მაშინ წინასწარ უნდა მითხრას, რომ ლექსო მასწავლებელო, მე კი მოგეხმარებით, მაგრამ მე აი გზის ფული, ტრანსპორტის ფული არ მაქვს, მანქანა კი მყავს წესინგში, მაგრამ არა მაქვს საწვავის ფული. მე მაშინ მე ვეტყვი, აბა დიდი ვახტანგი, აბა რა დაგვიჯდება მითხარი ჩემო საყვარელო, მეტყვის 80 ლარი და მე თუ საშუალება მაქვს 100 ლარს გადაუგზავნი, რომ იმიტომ მანქანა შეიძლება ზეთი სჭირდება იქ და რაღაცა ესეთი. აი ესე უნდა, მაგრამ ის თუ მეუნება, მე არ მინდა არაფერი, მე თვითონ წავიყვან ჩემი ქართული სიყვარულით, მაშინ მე აღარ უნდა ვაკადრო, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ თელ ამხელა სიკეთეს მე წყალში ჩაუყრი ადამიანს. ექსო, საღამომშვიდობისა, მოდიშით. როგორ ახართ ბავშვებო, ღმერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ. მოკლედ ეხლა
ჩვენ ჩართული ვართ იმით სამებაში ვიყავი, მოკლედ პარაკლისი მქონდა. იქიდან მოვდივართ და ჩვენი ეხა ახალი მედავითნე და ახლა უკვე გალობაზე სტადის თინიკო ჩვენი სკოლის მოსწავლეა ძეგვის და ახლა იმის ტელეფონით ვართ ჩართული და გისმენდით გზაში გზა და მოკლედ შემოვახვალმე და მასიზავს ეხლა სხვა ბავშვებიც კიდე სიკაროსტენ ვიღაცები მაგრამ შემოვლენ და მოусმენენ ასე რომ ჩართოს იმან და აი ახლა ეჩქარება იმას და უბრალოდ მინდოდა რომ მეთქვა და მოგისმენთ თან გზაში ჩაერთვება და ასე რომ აბა შეგეციოთ ენაცვალე მივიღეთ როგორც ვეფხისტყაოსნის თინათინი რა კი ნამდვილად მასეთია კაცო ნამდვილად აგერ მე მე-11 გადახვედი მე-11 კლასში გადავიდა და მედავითნეთ უკვე დამოუკიდებლად დგება და გალობას სწავლობს და ძალიან ესეთ ყოჩაღობს ძალიან და ყოჩა უნდა მიბაძოს ყველამ აუცილებლად აი აბა შეგეციოთ ღმერთი და მოусმეს თინათინი და მე სახში მივალ და თუ მოვახერხე მოგისმენთ თუ არა და მე გამოვიტან იმას ახლა გისმენდით ან ესე რომ კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთავრობისას თავაზიანი კაცი უეჭველად მიეხმარება ბარგის დალაგებაში ბავშვიან ქალს. აი როცა ტვირთი აქვს ბავშვიან ქალს, აქ ლაპარაკიც არ უნდა ჭირდებოდეს, არც მშობლის შეხსენება, მამაკაცი უნდა მიხვდეს და სასწრაფოდ უნდა ესე იგი მოეხმაროს. თავშეკავებით შეხვდება ბავშვების ყოველ ქცევას, ანუ ცელქობას თუ ბავშვები ცელქობენ პატარები ხო? ესე იგი ვაშკაცი კაცი არ შეიჩნევს. ეტყვის შენ რა ქვია ცელქს ეტყვის ხო? ის კი არა თუ ქალბატონო მიხედეთ თქვენშიც რა არის ანაირად იქცევა ხო? ესე იგი სულგრძელად დაითმენს და სულგრძელად ლამაზად მოეფერება და მოესიყვარულება. როცა ქალს მამაკაცი საკუთარი მანქანით სახლში მიიყვანს, ის მოვალეა პირველი გადმოვიდეს მანქანიდან. მანდილოსანს გაუღოს კარი და ბინამდე მიაცილოს. ახლა რა მაგარი რჩევა, ესე იგი გაუღე ელენეს კარები, გადმოვედი ნახე მანქანიდან, ჯერ მიმყავს ხო სიტყვაზე ელენე ჩემი მანქანით. გაუღე კარები, დაბრძანდი ელენე, ვეტყვი, დაბრძანდება, მივიყვანე გზაში თან ისეთ თემებზე ვესაუბრე, აი ნახე ხო თქვით რომ უპირატესი ქალია კაცთან. მე კი არ წამოვჭერი თებები. ელენეს ვაცდი, რა თემას წამოჭრის. თუ ელენეს სპორტი უყვარს, მაშინ გაუგებ და სპორტზე ვესაუბრები. მაგრამ ხო შეიძლება არ უყვარს სპორტი. ყველა გოგოს ხო არ უყვარს ამ და ყველა ბიჭს. ხო, იქნება სიმღერაზე წამომიწყოს ლაპარაკი, მაშინ თუ ვიცი სიმღერაზე ვესაუბრები. ეროვნულ მუხტზე, პოეზიაზე და ასე შემდეგ. ანუ მამაკაცი ელოდება რომ ქალმა აირჩიოს თემა. და მე შევეცდები რომ იმ თემაზე ესე იგი წავიყვანოთ საუბარი. კი ბატონო, როცა ქირავთ ტაქსს, უმჯობესია მძღოლს წინასწარ მოველაპარაკოთ ფასზე. ნახეთ თუ ვიძახით, აი ესე კი არა რომ ეს მე მგონი 20 ლარს მომთხოვს, ან 5 ლარს მომთხოვს, ან ეს შენი აზრებია. მე შეიძლება გითხრას 40 ლარი მომეცი რომ მიიყვანა. ამიტომ მასე შენც ნერვები მოგეშლება მერე. და შეიძლება უხერხული საუბარიც გაიმართოს, მით უმეტეს მე თუ მანდილოსანთან ერთათა ვარ. აი სიტყვაზე მე და მაკამასწავლებელი მივდივართ ხო ხაშურში. მე ამ ძღოლს წინასწარ ვეტყვი რომ რამდენი დაგვიჯდება ხაშურამდე. მეტყვის 40 უკვე მეწოდინება და გამომზადებ 40 და ისე უნდა მიიქცე ლამაზად რომ ჩვენ უკვე აღარ ნერვები. ახლა მე რო ვფიქრობ რომ 20 აყოფა და ის უცბად მეუნება 40 ხო მე ხო უკვე რა არის კი მაგრამ შენ მისეუნებ შენი და ქალი ასეთ უხერხულობაში არ უნდა ჩავაგდოთ თუ აი ამაზეა ლაპარაკი. უნდა გავითვალისწინოთ. მე ადამიანს ხასიათი უფუჭდება, მე შენური ნერვული მდგომარეობა სადაც მიხვალ იმად გადასცემ, ოჯახში შეიტან, ისინი დაიძაბებიან, ამას ყველაფერს მნიშვნელობა აქვს შემოწმიფასებოდა, ეს ყველაფერი ეთიკაში შედის და
მძღოლთან ფულის თაობაზე ჩხუბი და დავა ულამაზო და უტაქტო საქციელია, მსუბუქად რომ თქვათ, განსაკუთრებით ქალის თანდასწრებით. აი ესე გვასწავლის ეთიკა. მძღოლს არ მისცეთ შენიშვნა და მითითებები, როგორ ატაროს მანქანა. აი ხანიციან რანაირად ატარებთ რა, წიკვინა ქალებმა იციან ხოლმე. ეხლა რა მაგას რო ეუნები, ეხლა ისწავლის ტარებას. თუ არ იცის რა, მე ნერვები ეშლება მძღოლსაც. რა უნდა ბუზღუნით დაყავს რა რაღაცას და ციოკოფიკა და აქ. ამიტომ შენიშვნის მიცემა არც ერთ მძღოლს არ მოსწონს. და დაიმახსოვრეთ, შენიშვნა არ მისცეთ, იმიტომ რომ ეს უფრო ანერვიულდება და შეიძლება რაღაცა ხიფათიც დაგმართოთ, ამიტომ ეს ზოგადად არ შეიძლება. თუ გზის პირას გაფუჭებულ მანქანას დაინახავთ, კარგს იზამთ თუ თქვენს მანქანას გააჩერებთ და დაზარალებულს დახმარებას შესთავაზებთ. მშვენიერი აზრია ეს, იგივე სიკეთეა და ეს იგივე ძალიან ესეთი ვაშკაცური საქციელია, რომ ადამიანს მოეხმარო, მით უმეტეს ქუჩაშია გაჩერებული, იქ ახლა ახლობელი და რაღაცა შეიძლება შორი გზიდან არის და თქვენ გააჩერებთ და შესთავაზებთ, რომ აბა რა გაგიჭირდა ჩემო მეგობარო და ამიტომ შემიძლია დაგეხმაროთ. წვრილმანებზე გაღიზიანება არავის უხდება და მით უმეტეს მძღოლს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე. აი ეს არის ბოლო რჩევა. ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ეს 31 გაკვეთილს მოვრჩით დღეს. ნახჩა 2 გაკვეთილი და მე ჩვენს გამოვაცხადებთ პატარა შესვენებას, იმიტომ რომ ესე იგი ერთხელ ჩემო მოძღვარმა მითხრა, რომ როგორ არის ვიცი ადამიანის ფსიქიკაო. აი რატო ცხადდება არ დადეგებიო. არ დადეგები იმიტომ ცხადდება, რომ ადამიანმა გარემო შეიცვალოს, დაისვენოს, მოწესრიგდეს, ფსიქიურად ორგანიზმი დაასვენოს, თავის ტვინის უჯრედები დაასვენოს, თუ სხვა გარემო შეიცვლის და თვალი სიტყვაზე ან ზღვას დაინახავს, ან მთას დაინახავს, ან ისეთ ადგილას წავა, რომ აქ სიცხეა და იქ სიგირილეში უკეთესად იგრძნოს, ეს ფსიქიკას ამშვიდებს და სექტემბრისთვის ახალი სეზონი რო დაიწყება სწავლის, უფრო მოწესრიგებულად შეხვდესო. ამიტომ ეს ესე კი არ არის, მე მინდა დასვენება თუ მე არ მინდა თუ რაღაცა. თუ ჩვენ ამის საშუალება გვაქვს, ეს დრო აუცილებლად უნდა ჩვენ და სასარგებლოდ გამოვიყენოთ, რომ ჩვენი საქმიანობა უფრო გავხადოთ, ესე იგი ნაყოფიერ, შედეგიანი. თუ შენ გადაიღლები, ხო, სექტემბრიდან და ვერც დაისვენებ შენ საქმეს, შეემჩნევა, რომ გადაღლილი ადამიანი აკეთებს და შეიძლება უშედეგო იყოს. აი ეს. ხო, ეხლა მე ერთი კარგი ამბავი გამახსენდა, აი მანქანა გაუჩერდეთო, რომ ვებოდნენ. ლაგოდეხში მოხდა ეს ამბავი და მე ჩამრჩა ბოლში ჩემმა მეგობარმა მოვიყვა. ერთ ძალიან წესიერი კაცი იყო, ლაგოდეხელი კაცი, გარდაიცვალა ახლა ეს კაცი და მოკლედ 2 დაუსის მანქანაში და მაგარით ქეში წვიმა, როგორ ვიცი, აი რო არავინ გადადის მანქანიდან რა. დასველდები მაშინად. და დაინახა, რომ გზაზე ერთ ვის აი ესე სათლი ვედროა იგივე, სავსე ვაშლი აქვს ერთი ვედრო და ყიდის საწყალი ეს წვიმა დასველებული თავიდან ბოლომდე შეციებული ეს ბავშვი და ყიდის ამ ვაშლს. ხო და 1 ტონა ვაშლი აქვს სახში, ამ სამ დედმამიშვილებს სამს, ერთ ძმას და 200-ს და იმდენად დაბალი ფასია თეთრმასწავლებელო, რომ არც აბარებენ, არც რამეში სჭირდება, რა ესე პება და აჭმევენ ღორებს და რაღაცებს. იმდენი ვაშლი აქვს, რა თქმა უნდა, ვერ ჭამენ და რაღაცა და გააჩერა რა ამ კაცმა. მანქანა უკან დახია, საბარგული გახსნა, გადავიდა და ამ ბებმა ვერ დაინახეს ამ კაცმა რა გააკეთა. საბარგული დახურა და ის ბიჭი გაიქცა სახში და ეს ჩაჯდა სველი. ეხლა ერთი დაეკითხება, რა გააკეთე? არაფერიო, ვაშლი ვიყიდეო, რა უთხრა. ეს ორივე დაატრიალდა სიცილით, რომ ეს ტონა ვაშლი
რა უკონ არიციან, წარმოიდგინე, ყველას დაურიგებს, ვინ დასარიგებელია და იმ დანარჩენ ვაჟსაც რა უკონ ურყევოთ არიციო და გადატრიალდა ორივეს, იცი და მერეო შეკაიკაცო ერთი დავეუნება. გასაგებია რომ ბიჭის დახმარება გინდოდაო და რამაც დასველდიო, აქედანო ფული მიგეცაო და მორჩაო. რა გვინდა ეგ ვაში ხო უნდა გადაყარო, ტონა ვაში ვერ გადაგვიყრიაო და 1 კილო ვაში რაღაცი დაგჭირდაო და ნახე რა თქვა ამ კაცმა. მე რო მიმეცა უბრალოდ ფული რო რაღაც ვაშიო, სიტყვაზე თქვა კილო ლარი თუ 2 ლარი დაეღირება ესეთი ვაში ხო? და ამდენია ვედრაში 10 ლარი. ვედრიანად რა გისო, ამან მე ვკითხეო. პირველი ფასი რაც მითხრა მივეცი ის ფულიო, პირდაპირ. ხო და მე რო ეს ფული მიმეცაო, თქვა 20 ლარი, ის ბავშვი ისე ვიგ დადგებოდა რომ 20 ლარი კი ჩაიდო ჯიბეში, იქნება ვაშლი გავყიდო და მე მინდოდა რომ სახში წასულიყო, ამ წიმაში არ გაცივდეს რა. აი წარმოიდგინეთ რა მხელა შეგნებ. მე არ ვიყავი დიდი ბიჭი ეს რომ პირველად მომიყვნენ, ალბათ იქნებოდი 30 წლის ადამიანი და ძალიან იმოქმედა. იმის შემდეგ ეს სულ მახსოვს ეს ფაქტი რომ აი სიკეთესაც გააჩნია ჩემო ძვირფასებო, მაგრამ აი ეს უკვე სიკეთეზე მაღლატა რა. ეს არის რომ ადამიანის ბედი რო გტკივა, ადამიანი რო გიყვარს და ადამიანზე რო ფიქრობ. ხო და მე ვიფიქრე აი სად ფულის მიცემა სიტყვაზე 20 ლარს რომ მიცემდა, სად ის რაც ამ ადამიანმა გააკეთა. თან ის ვაში წამოიღო და მე გადაყარა თავის ვედრიანად. მაგრამ იმა ხო ბევრი უთხრა, იმიტომ ვედრიანად რომ გაყიდა, იმან იმდენი ფული გააკეთა რომ ბედნიერად წავიდა სახში, წარმოიდგინე. აი ჩვენს ადამიანები რო ვართ, ჩემო ელენე და გონება რომ მოგცა ღმერთმა, ასეთი გონება მარტო ადამიანს და ღმერთს აქვს. აი რას ნიშნავს ხატება და მსგავსება ღვთისა? ხატება ნიშნავს რომ ღმერთს თავისი შესაძლებლობა რაც აქვს, მარტო ადამიანში ჩადო ეს შესაძლებლობა. და რაში ვლინდება ხატება ღვთისა? რომ ვმეტყველებ ახლა მე და თქვენ რომ ამ მეტყველებას ისმენთ და ფიქრობთ ამაზე, ეს არის ხატება ღვთისა. აი ეს არის იმიტომ რომ აი მაგალითად ძაღლი ხო ვერ მომიყვება ამ ამბავს, ხო? რაც არ უნდა ჭკვიანი ძაღლი მყავდეს. ან ჩემ ძაღლს ეს ამბავი რომ მოუყვე ახლა დავждე და აი ეს ამბავი მოუყვე და ნახე რა გააკეთა აი ამ კაცმა, რომ ძაღლი ხო ვერ მიხვდება ვერა. განა არ მომისმენთ, მაგრამ ის ამას გონება არ აქვს. ეს არის გონება, სულის ნაწილია გონება. ხო და უყურეთ ახლა და მეორე მომენტი. მსგავსება უკვე. და მსგავსება ის არის, როცა აი როგორც ღმერთი მოიქცეო და ამ დროს როგორც ღმერთმა მასწავლა მე რა დროს როგორ მოვიქცევ, აი ისე რომ გავაკეთე. აი თუჩი რომ გამახსენდეს მე ახლა ღმერთი რომ მანქანაში მეჯდეს, მე როგორ მოვიქცეოდი. ღმერთი რომ ხედავდეს ახლა ამ წვიმაში აი იმ ბავშვთან დაკავშირებით მე როგორ მოვიქცეოდი. აი როცა ჩვენ აი ამ დროს რაც სახარების მაგალითით გვეძლევა, რაც ცნებაში გვიწერია და რაც სიკეთის გამომხატველია, აი როგორც ღმერთის სწავლებაშია და ისე ვიქცევი, ამას უკვე ქვია მსგავსება ღვთისა. ანუ ამას ნიშნავს რომ ღმერთმა მარტო ადამიანი შექმნა თავის ხატად და თავის მსგავსად. ხატება არის რომ პოტენცია რომ მე ღმერთივით მოვიქცე ჩემში არის და მსგავსება კი ის არის რომ მე ისე მოვიქცე როგორც ღმერთი მასწავლის, როგორც ღმერთი მოიქცეოდა. აი ჩვენ ამ ხელა დიადი სული მოგვეცა ჩემო ძვირფასებო, სული ესე იგი უკვდავი და დაუსრულებელი, ანუ ჩვენი სიცოცხლე არ დამთავრდება არასდროს, სული გონიერი და ამ საკითხებზე მარტო ადამიანის გონება შეუძლია გაანალიზება და ასე მოქცევა თუნდაც რაც მოვყევი და ბოლოს სული თავისუფალი. რომ შენ თავისუფალი ხარ, გინდა მოიქცევი ასე, გინდა არ მოიქცევი, შენ უნდა გადაწყვეტო. ანუ ღმერთმა ჩვენში ჩადო
და შენ ახლა როგორ მოიქცევი ეს შენი პირადი გადასაწყვეტი. აი ჩვენ უნდა დავფიქრდეთ რომ აი ჩვენ უნდა აუცილებლად ჩვენი ქმედებით დავემსგავსოთ ღმერთს და თუ ჩვენი ქმედებით ღმერთს დავემსგავსეთ აი ნელ-ნელა ასეთი ქცევით ყოველ წუთს და ყოველ წამს როცა ეს გვემახსოვრება ჩვენ ასე მივახცევთ განხრთობამდე. ანუ განხრთობა არის როცა ადამიანი საქციელით უკვე ემსგავსება ღმერთს. ჩვენი მიზანი ქრისტიანობის ზუსტად ეს არის რომ ჩვენი ქცევით, ჩვენი სულით, ჩვენი გულით და ჩვენი ფიქრით და საქმით დავემსგავსოთ ჩვენ ღმერთს იესო ქრისტეს, რომელიც ადამიანად მოვიდა წუთის ოფერში, დაგვიტოვა სწავლება, აი ასე უნდა მოიქცეთ და მოგცა ამის შესაძლებლობა, ჩადო ჩვენში. და სახარებები ამიტომ იკითხება წირვა ლოცვაზე, რომ იქ უნდა კარგად დავაკვირდეთ, შევისწავლოთ და ასე მოვიქცეთ. აი ასე დავამთავრე მე ახლა. მოგეფერებით ყველას დიდი სიყვარულით, განსაკუთრებით მინდა თინათინს მოვეფერო და თინათინის მოსვლა სიხარულით ავღნიშნო და მადლობა მინდა გადაუხადო, რომ შეისწავლა ნუსხა ხუცური დამწერლობა, რომელიც პატრიარქის კურთხევაა, რომ ჩვენ ასომთავრული და ნუსხა ხუცური ყველამ ვიცოდეთ და ასეთი პატარა ლამაზი ვეფხისტყაოსანი გოგო ემსახურება თავის ეკლესიას და მსახურობს, წირვალოცებს, გააკითხულობს და მე სურვილი გამიჩნდა, რომ ჩვენ ვიმეგობროთ ერთად, გაგაცნოთ ახლოდან. ჩვენ ახლა პატარა შემადგენლობა ვართ, მაგრამ როცა ბანაკები იმართება ხოლმე, თინათინ ლექციები აღარ უყვართ ბავშვებს მაინც და მაინც, მაგრამ ბანაკები ყველას უყვარს, იმიტომ რომ იქ ძალიან ხალისია, ცეკვა, სიმღერა, თამაშია, გართობაა და ჩვენ ვცდილობთ, რა თქმა უნდა, ისეთი რამე გავაკეთოთ, რომ თქვენ ყველანი ბედნიერები იყოთ და რა თქმა უნდა, სწავლებები იქაცა გვაქვს, აქაცა გვაქვს და ასე ნელ-ნელა ჩვენ ყველანი წინ წავალთ ზემოთ. მშვიდობის ლექსო მასწავლებლო. თინათინი არის მზე გოგო, ულამაზესი. თინათინ ზეგვის თვალია. თინათინ მზეს ასწუნობდა, მაგრამ მზე თინას ცნობდაო. აი დასიენა თქო. გენაცალე. მადლობა დიდი. საცხოვრობ თინათინ. ზეგში ცხოვრობს. ზეგში თუ ცხოვრობ, ზეგი ისედაც დაყვარელი ყოფილია და ძალიან მიყვარს, მაგრამ თინათინი კიდევ უფრო გამორჩეულია ზეგში და დიდი სიყვარულით ავიხუტოთ გულში და დიდი მასწავლებელო, ამო მე იქნება შენ ბანაკის შესახებ მოუთხრო და მოუკიდებლად აუხსენი თინათინს და იქნება ბანაკი. ნაწილობრივ აქვს ინფორმაცია არა მარტო თინათინს. ყველას ვიცი რომ მანამდე ხო ჩვენ არ ვიცნობდით და აი ალექსი ზარდიაშვილი ყალაურიდან თვითონ დამიკავშირდა რომ პატარა რო იყო აი ირიას ხელა, დავითის ხელა, არც ერთი გაკვეთილი არ გაუცდია, 5 წელი, 7 წელი სულ ერთად ვიყავით და მერე ხო იცი რო იზრდებიან უკვე ძნელია ხოლმე ყველას თავის საქმე ყველა. ეხლა ალექსი მოიზარდა და ისევ დაგვიბრუნდა და აგვირეკა რაშვებითო და როდის სტარდება გაკვეთილებიო, მინდაო ჩავებაო და მინდა ვქვა ძალიან კაი ვაჟკაცი ბიკი დადგა, ვარჯიშობს, ძალიან კარგად სწავლობს და მოკლედ ყველანაირად ესე იგი და ძალიან გამიხარდა რომ ესეთი კარგი ადამიანი ისევ დაუბრუნდა სამშობლოს ცოდნეობას და ეხლა ბანაკშიც უნდა წამოვიდეო იძახის და მოკლედ დიდი ალექსი მეგონი თინათინიც წამოვა, ხო თინათინი შენ სადმე ხوارბით ხარ? 12-13 ივლისია. მე მამას ვეთყვი და აბა თუ გადაწყვიტა შენს თუ მოისურვებ. დიახ, რა, კარგი იქნება. კი, ჩემი მეგობარია მამამისი, ვიცნობ. მოჩახონა. ძალიან კარგი. თუ მოისურვებს. დაგემშვიდობებით რომ აღარ გადაგალოთ ეხლა და გასვენების პერიოდია და ამ დროს უფრო მოკლე გაკვეთილებით უნდა შემოვიფარგლოთ რომ ესე იგი მეტი დავისვენოთ და ეს სიყვარული არ გავანელოთ რაც ჩვენში არის და მე კიდევ უფრო გასვენების მერე ახალი ენთუზიაზმით ჩვენ ბევრი ცვლილებები გვაქვს დაგეგმილი აუცილებლად პედაგოგები შევიკრიბებით რომ ახალი აზრები, ახალი წინადადებები, ახალი იდეები დავსახოთ
და სექტემბრიდან განახლებული სახით ისევ შეუდგეთ ახალი ბავშვებთან ერთად, ესე იგი, ახლებურად დავიწყოთ ჩვენ სამშობლოზე ზრუნვა და სწავლება. აბა, ემშვიდობებით. ნახვამდის, მადლობა. ნახვამდის. აი, მოიცა, აი, stop. Დიდო მეფეო, დროა უფლისწულის აღზრდაზე ვიფიქროთ. მე უკვე შერჩეული მყავს ღირსეული აღმზრდელი. კიდე დავნაწილდეთ, ვერ გამოიცნო. დავვნაწილდეთ. თუ ვერ გამოიცნობ, კუცს მოგჭი. თუ გამოიცნობ, მაინც მოგჭრი კუცს. ეგ როგორი მიზნებია? აბა მე ხომ არ მოვიჭრი კუცს, სანაცვლეო საჭირო არ არის. თუ გნებავთ ისე გამოვიცნობ. ეს იქნება მამაცი ვეფხვი. ვიშტი შენ. უძლიერესი მარტორქა. ორი ვიშტი შენ. მას ბრძანეთ თუ საიდუმლო არ არისა. კატა. ჩემო ბრძანებე. კატა მლომს რა უნდა ასწავლოსა? კატა ჩვენი ჯიშისა. ყველა ადამიანებთან სიახლოვე მას ეშმაკობა და მოხარშებულობა შეძინა. ვანაგი ღვთის წყალობით ხომებს გვაკლია. გამოთ. უფლის სულს დღესვე მოამზადებთ გასამგზავრებლად.
რა სიტყვი მელაკუნდა? კარგია. მოდი. თითო მეფეო. კატასტროფა შეუძლია აღზარდოს ვინმე უფლისურზე უფრო ძლიერი. ერთმანეთს უნდა შეეჯიბროს მოწაფე და მასწავლებელი. ასემ სურს მე. თუ მოწაფე აჯობებს, თავს მოვჭრი მასწავლებელს. თუ მასწავლებელი აჯობებს, მაინც მასწავლებელს მოვჭრი თავს. ეს როგორ? ორივე შემთხვევაში მე მსჯით? აბა ჩემს შულს ხომ არ დავიზია? კარგად ვიცნობ თქვენ მოგმას და იმიტომ თქვენი შვილის ის რომ ხეზე ცოცვა მესწავლებინა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი.